ერთადნინეობა 20-10 პირველი ნომრის ქვენომბრებში მოგვეწყობა ალგებრული წილადების შეგვეცა. განვიხილოთ პირველი ნომრის მეხუთე ქვენომერი. ვიხილავთ წილადს, რომლის მრიცხველია 3a კვადრატ მინუს 6ab პლუს 3b კვადრატი. ნიშნელია 6a კვადრატ მინუს 6b კვადრატი. მრიცხველიდან ცვლილებს გარეთ გავიტანოთ 3. ცვლილებს შორის დარჩება a კვადრატ მინუს 2ab პლუს b კვადრატი. ნიშნელიდან ცვლილებს გარეთ გავიტანოთ 6. ცვლილებს შიგნით იქნება a კვადრატ მინუს b კვადრატი. ადვილი შესამჩნევია, რომ მრიცხვაში ცვლილებს შორის მოთავსებული სამწევრი არის სრული კვადრატი, ესაა a მინუს b კვადრატი. ხოლო ნიშნულში a კვადრატ მინუს b კვადრატი შეიძლება დავშალოთ როგორც კვადრატების სხვაობა. გვექნება a მინუს b-ს ნამრავლი a პლუს b-ზე. მიღებული წილადის მრიცხველი და ნიშნელი შეიძლება შევკვეცოთ რიცხვითი კოეფიციენტების 3-ზე, ზემოთ მრიცხვად იქნება 1, ნიშნულად 2. ხოლო a მინუს b კვადრატი შეიკვეცება a მინუს b-სთან და მრიცხვად დარჩება a მინუს b. ამრიგად შეკვეცის შედეგად მიიღება წილადი, რომლის მრიცხველია a მინუს b, ნიშნელია 2-ის ნამრავლი a პლუს b-ზე. ახლა განვიხილოთ პირველი ნომრის მეექვსე ქვენომერი. ვიხილავთ წილადს, რომლის მრიცხველია 3m კვადრატ მინუს 3n კვადრატი, ხოლო ნიშნელია 6m კუბს მინუს 6n კუბი. მრიცხველიდან ცვლილებს გარეთ გავიტანოთ 3. ცვლილებს შორის აღმოჩნდება m კვადრატ მინუს n კვადრატი, რომელიც დაიშლება როგორც კვადრატების სხვაობა. დაშლა იქნება m მინუს n-ის ნამრავლი m პლუს n. ნიშნელიდან ცვლილებს გარეთ გავიტანოთ 6. ცვლილებს შიგნით დარჩება m კუბს პლუს n კუბი, რომელიც შეიძლება დავშალოთ როგორც კუბების ჯამი. დაშლა იქნება m პლუს n-ის ნამრავლი m კვადრატ მინუს mn პლუს n კვადრატი. ადვილი შესამჩნევია, რომ მრიცხველსა და ნიშნულს კოეფიციენტები შეიძლება შეიკვეცოს 3-ზე. მრიცხვად დარჩება 1, ნიშნულად დარჩება 2. ამის შემდეგ წილადის მრიცხველი და ნიშნელი შეიკვეცება ნამრავლზე m პლუს n-ზე. შეკვეცის შემდეგ მრიცხვად დარჩება m მინუს n, ნიშნულად დარჩება m კვადრატ მინუս mn პლუს n კვადრატი. ესე იგი შეკვეცის შედეგად მიიღება წილადი, რომლის მრიცხველია m მინუს n, ხოლო ნიშნელია 2-ის ნამრავლით ცვლილებში m კვადრატ მინუს mn პლუს n კვადრატი. ახლა განვიხილოთ პირველი ნომრის მეშვიდე ქვენომერი. ვიხილავთ წილადს, რომლის მრიცხველია a კვადრატ პლუს b კვადრატი მინუს c კვადრატი მინუს 2ab. ნიშნელია a კვადრატ მინუს b კვადრატი პლუს c კვადრატი პლუს 2ac. მრიცხველში ერთად დავაჯგუფოთ და განვიხილოთ a კვადრატ პლუს b კვადრატი მინუს 2ab. ეს სამწევრი იქნება სრული კვადრატი, იქნება a მინუს b კვადრატი. ამრიგად მრიცხველში მივიღეთ a მინუს b კვადრატ მინუს c კვადრატი, რომელიც შეიძლება დაიშალოს როგორც კვადრატების სხვაობა. დაშლას ექნება სახე a მინუს b მინუს c გამრავლებული a მინუს b პლუს c-ზე. ახლა დავაკვირდეთ ნიშნულს. ნიშნულში ერთად დავიღოთ სამწევრი a კვადრატ პლუს c კვადრატი და პლუს 2ac. ეს სამწევრი არის სრული კვადრატი, იქნება a პლუს c კვადრატი. მაშინ ნიშნულად მივიღეთ a პლუს c კვადრატი მინუს b კვადრატი. ესაა კვადრატების სხვაობა და დაიშლება კვადრატების სხვაობის ფორმულით. დაშლას ექნება სახე a პლუს c მინუს b გამრავლებული a პლუს c პლუს b-ზე. ადვილი შესამჩნევია, რომ წილადის მრიცხველი და ნიშნელი შეიძლება შეიკვეცოს ნამრავლზე a პლუს c მინუს b-ზე. შეკვეცის შემდეგ მრიცხვად დარჩება a მინუს b მინუს c,
მნიშვნელად დარჩება a plus c plus b. ახლა განვიხილოთ პირველი ნომრის მერვე ქვენომერი. ვიხილავთ წილად, რომლის მრიცხველია 1 minus 3y plus 3y კვადრატი minus y კუბი. მნიშვნელია z minus zy plus x minus xy. ადვილი შესამჩნევია, რომ წილადის მრიცხველი 1 minus 3y plus 3y კვადრატი minus y კუბი არის ორწევრის სხვაობის კუბი. ესაა 1 minus y კუბში. რაც შეეხება ნიშნულს, პირველი ორი შესაწყებიდან ცვლილებს გარეთ გავიტანოთ z. მივიღებთ z-ის ნამრავს 1 minus y. შემდეგი ორი შესაკვები x minus xy-დან ცვლილებს გარეთ გავიტანოთ x. ცვლილებს შიგნით იქნება 1 minus y. ადვილი შესამჩნევია, რომ ნიშნულში მიღებული ალგებრული გამოსახულებიდან ცვლილებს გარეთ შეიძლება გავიტანოთ 1 minus y. მაშინ ცვლილებში დარჩება z plus x. ამრიგად მივიღეთ ალგებრული წილადი, რომლის მრიცხველია 1 minus y, ცვლილებში ხარისხად 3, ნიშნელია 1 minus y-ის ნამრავლის z plus x. ადვილი შესამჩნევია, რომ მრიცხველი და ნიშნელი შეიძლება გავყოთ, ესე იგი შევკოცოთ 1 minus y-ზე. მრიცხვად დარჩება 1 minus y კვადრატი, ნიშნად იქნება z plus x. ესაა სწორედ შეკვეცის შედეგი.